მოგესალმებით პატრიოტებო, ბატონო პრეზიდენტო. ძვირფასო სანტიაგო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ძვირფასო კოლეგებო, დღეს ჩემთვის აქ ყოფნა უდიდესი პატივია. მიხარია, რომ ევროპელი პატრიოტები თუ არ გარშემორტყმული. ეს არის ხალხი, რომელიც მიუხედავად ათასნაირი ცილისწამების, უსაფუძვლო კრიტიკისა და ყალბიბრალდებებისა, მაინც ძლიერად გრძნობენ თავს. ის, რამაც ევროპა დღევანდელ ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა, ლიდერების არარსებობაა. ფუნდამენტური განსხვავება არსებობს ბიუროკრატ პოლიტიკოსებსა და ჭეშმარიტ ლიდერებს შორის. როგორც ალექსანდრე მაკედონელმა თქვა, ცხვრების არმია, რომელსაც ლომი ლიდერობს, უფრო ძლიერია, ვიდრე ლომების არმია, რომელსაც ცხვარი ლიდერობს. არასდროს ეს გამოთქმა ისეთი ჭეშმარიტი არ ყოფილა, როგორც ახლა. დღეს ევროპას მართავენ სუსტი პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ილუზორულ დღის წესრიგს ატარებენ და ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობებს ვოუქ იდეოლოგიის გამოწირავენ. წარმოიდგინეთ, თუ რა მემკვიდრეობას დატოვებენ ისინი. მწვანე ტრანზიციის პოლიტიკას, რომელმაც კომუნალური ხარჯები წარმოუდგენლად გაზარდა, ზედმეტი გადასახადები, რომლებიც საშუალო ფენას სიღარიბისკენ მიაქანებს, ვოუქ დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს იდენტობებს ანადგურებს და ბავშვებში LGBT იდეოლოგიის პროპაგანდას ეწევა. A woke agenda threatening our traditional values and being imposed on young children. და რაც მთავარია, ყველაფერთან ერთად მათი მემკვიდრეობა იქნება უკონტროლო მასობრივი იმიგრაცია, რომელიც ევროპულ ქალაქებს გეტოებად აქცევს და ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება. სწორედ ეს კრიმინალური შეცდომები იქნება მათი მემკვიდრეობა. თუმცა ყველა ქმედებას მოჰყვება უკუქმედება და მწამს, რომ რაციონალური აზროვნება გაიმარჯვებს. ეს უბრალოდ დროის საკითხია. ტრამპის გაპრეზიდენტება არა მხოლოდ ახალი ხანის დასაწყისია ამერიკისთვის, არამედ ბოლო დიდი შანსი დასავლური სამყაროსთვის. ისინი, ვინც ჩვენ ტრამპიზმის გამო გვაკრიტიკებდნენ, ახლა იმალებიან, თუმცა ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, თუ რამხელა ზიანი მიაყენეს მათ ევროპას. ისინი აუცილებლად დაისჯებიან ამის გამო. ჩვენ გვჭირდება ევროპა, რომელიც მის საზღვრებს ნებისმიერი საშუალებით დაიცავს. ჩვენ გვჭირდება ევროპა, რომელიც პატივს ცემს ევროპულ ტრადიციებსა და იდენტობას. ევროპა, რომელიც მხარს უჭერს ოჯახურ ღირებულებებს და იცავს ბიზნესს. გვჭირდება ევროპა, რომელიც ატარებს მართლმადიდებელ და ქრისტიანულ ღირებულებებს და ჩვენ ამას მივაღწევთ თქვენი მხარდაჭერით. Faces demographic extinction due to those serving globalization and population replacement through illegal immigration. But ჩვენ ხართ ადამიანები, რომელთათვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რომლითაც გავიზარდეთ. საბერძნეთი, ცივილიზაციის და დემოკრატიის აკვანი დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. გამოწვეულს იმ გლობალისტების მიერ, რომლებიც მიგრანტების მხრიდან დიდი ჩანაცვლების პოლიტიკას ატარებენ. მაგრამ ბერძენი ხალხის ხმა ყოველდღიურად უფრო ხმამაღალი ხდება. ჩვენ ვითხოვთ ცვლილებებს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სამშობლო ძლიერი გახდეს. საბერძნეთი ფეხზე კვლავ წამოდგება და დახმარებას არავისგან მოვითხოვთ. როგორც ყველა რთულ სიტუაციაში, საბერძნეთი ძალას მოიკრებს. ისეთივე ერთიანები, როგორც ახლა ვართ. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ჩვენი მიზნების მიმართ. დროა დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო. დროა გავაძლიეროთ ერის სახელმწიფოები ევროპის მასშტაბით. დროა ევროპა გავხადოთ ისევ დიდებული. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.